საქმეებისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იყო მადრესის სტუმარი გადაცემის შემდეგ ნაწილში კიდევ ერთი საერთაშორისო დღის შესახებ. ამჯერად საქმე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხება. ლია ტაბატაძე ორგანიზაცია ჩვენი ბავშვების წარმომადგენელი მატრიცაში რეკლამის შემდეგ. ადამიანის უმეტესობას თითოეულ უჯრედში 23 წყვილი, ანუ 46 ქრომოსომა აქვს, თუმცა საშუალოდ ყოველი 800 ახალდაბადებულიდან ერთისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო ეს რიცხვი 47-ში აღწევს. სამედიცინო ენაზე ამგვარ განსხვავებას დაუნის სინდრომი ეწოდება. სტატისტიკური მონაცემები პრაქტიკულად ყველა ქვეყნისათვის იდენტურია, მაგრამ საქართველოში ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, როგორც წესი, იშვიათად სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რითაც სინდრომის არ მქონე ადამიანები. მატრიცაში ორგანიზაცია ჩვენი ბავშვების წარმომადგენელი ლია ტაბატაძე. Замштობისელია დიდი მადლობა მოსვისთვის. ვფიქრობ, რომ შეცდომა არ დამიშვია, რაც თქვი ამ სტატისტიკაზე და ამასთან დაკავშირებით. რამდენადაც მესმის მიზეზები ამ განსხვავების ამ სინდრომის მიზეზები არ არის. დღემდე დაუდგენელია, ანუ მედიცინამ ზუსტად არ იცის, რატო არის საერთოდ ეს 47 ქრომოსომით რატო იბადება ადამიანი, არის ესეთი მითები, რომ დედის ასაკის გამო არის, მაგრამ რეალურად სტატისტიკურად 35 წლის ქვემოთ უფრო ბევრი იბადება, ანუ 35 წლის ქვემოთ შობელს უფრო მეც ყავს ვიდრე უფრო ზემოთ. არის ეს გენეტიკური? ეს გენეტიკური, ანუ მემკვიდრეობით არ გადადის, არც გადამდები და არ არის და ეს არ არის დაავადება, საერთოდ ეს არის გენეტიკური ცვლილება და ანუ ეს შეიძლება ნებისმიერ ოჯახში დაიბადოს ეს ადამიანი განურჩევლად რასისა, კანის ფერისა და ასე შემდეგ. და ესეთი სტატისტიკაა მსოფლიოში, რომ 800 ბავშვი ერთი იბადება და სამწუხაროდ საქართველოში არ აქვს ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს, რამდენი ადამიანი, არ ვიცით კი. არ აქვს ამ სტატისტიკა. ეს იმიტომ არის, რომ რიგ შემთხვევაში თქვა ოჯახები მალავენ, რო ყავთ ხშირ შემთხვევაში ტოვებენ ინსტიტუციებში, ამაში ძალიან რამდენადაც მე მისმის ის რომ ეს არ აღიქმება დაავადებად, ეს არის თქვა ესეთია ესეთი დაიბადა, საქართველოში ალბათ ეს რაღაც საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, რომ მაინც გამოიყენება დაუნის დაავადება ტერმინი და არა ეს არ არის არც დაუნიზმი, არ არის ეს დაავადება, ეს ადამიანები არიან დაუნის სინდრომის საქართველოში თუ არის უკვე ცვლილება ამ ხელს თუ ჯერჯერობით მაინც დაავადება აღიქმება მაინც დაავადება და სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი ეს აქტივობები, რაც დღეს იყო დაგეგმილი და რაც გავაკეთეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია თუ რა არის დაუნის სინდრომი. ჩვენ დილიდან მქონდა მსვლელობა, აქცია მქონდა რუსთავის მეტროსთან შევიკრიბეთ მოხალისეები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ეთლით მოსარგებლეებით, გვეხმარებოდნენ ძალიან, ასევე საჯარო სკოლის ბავშვები იყვნენ ჩართულები, ლიდერთა კლუბები აქვთ მათ და ერთ-ერთი სკოლა მახსოვს 191 ბოდიშს ვიხდი, რომ სხვა სკოლებს ვეღარ დავიმახსოვრე და ძალიან დაგვეხმარდნენ ეს ბავშვები და მე ძალიან მიხარია, რომ მომავალ თაობაში არის ის მუხტი, ის განწყობა, რომ თავიდან ბოლომდე დღეს გვერდზე გვედგა და 3000 ფლაიერი დაგვარიგებინეს. რა არის ესეთი ფუნდამენტური განსხვავება დაუნის სინდრომის მქონე და არა მქონე ადამიანში? ეხლა მოგახსენებთ, ანუ ფუნდამენტური განსხვავება რა არის? რომ თქვათ, ჩვეულებრივ ადამიანთა შედარებით მათ განვითარების თავიანთი ეტაპები აქვთ, ანუ ოდნავ ჩამორჩებიან ჩვეულებრივი ადამიანის განვითარების ეტაპებს. მაგრამ თუ ოჯახი მათ შეუწყობს ხელს, მიიღებენ ისეთებს, როგორებიც არიან, იქნებიან გახსნილები საზოგადოების მიმართ, არ დამალავენ შვილებს, ექნებათ საშუალება იარონ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ჩართულები იყვნენ სპორტულ ცხოვრებაში, რისი მაგალითებიც გვაქვს დანარჩენ სოფლიოში და საბედნიეროდ საქართველოშიც არის უკვე ეს შედეგები, რომ ოჯახებში იზრდებიან, დადიან ბაღებში, სკოლებში ჩვენი ბავშვები და ნამდვილად გვაქვს შედეგები. ჩვეულებრივ ვითარდებენ, უბრალოდ სხვა ბავშვზე ოდნავ გვიან, მაგრამ თუ დავეხმარებით, შეიძლება აბსოლუტურად ადეკვატურად განვითარდეს ისე როგორც სხვა ბავშვი. ანუ მათ არ აქვთ პრობლემები, თქვათ, წერა-კითხვის, განათლების მიღების არ აქვს პრობლემები, თუ კი შევუწყობთ ხელს. ნამდვილად არ აქვს. და სწორედ ჩვენი წიგნებიც მაგასაც ხდება ქართულად ითარგმნა, ანუ კავშირმა ჩვენმა ბავშვებმა გააკეთა ეს პროექტი, ანუ ჩვენმა კავშირმა და დღეს გქონდა სწორედ დავამტვიეთ დღევანდელ დღეს ეს პრეზენტაციები. ჩვენ დღე ამ პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა და ღია საზოგადოება საქართველოს, რომელიც ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარი დაუჭირა ამ წიგნების ქართულ ენაზე თარგმნას, მსხვილი მოტორული უნარჩვევები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში, ეს ჩემი შვილი გახლავთ
და აქ არის ანუ ეტაპობრივად თქვათ დედისთვის არის უნიკალური წიგნი და ძალიან აუცილებელი. რამდენად ხელმისაწვდომია ყველასთვის. როდესაც არ გაქვს სტატისტიკა, რამდენი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი ყავს ქვეყანაში, რამდენი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ყავს ქვეყანაში, როგორ ახერხებთ ამ წიგნს? როგორ ვახერხებთ? ასევე ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც არის ერთ-ერთი მშობელი, მას აქვს ასევე მეორე ორგანიზაცია, საქართველოს სპორტის ასოციაცია, სადაც მიმდინარეობს ადრეული განვითარების პროგრამა 0-დან 7 წლამდე ბავშვები არიან ჩართულები და იქ მოყავთ ხოლმე ბავშვები, ანუ პედიატრებს აქვთ ეს ინფორმაცია, სამშობიაროებსაც აქვთ ინფორმაცია ჩვენი გენეტიკოსებსაც და ამის ამართებენ ხოლმე, ანუ სად უნდა მიიყვანონ ბავშვები და ძირითადად თუ მშობელი არის დაინტერესებული რომ მისი შვილი კარგად განვითარდეს, ეს ინფორმაცია ყოველთვის გახსნილია და ეს წიგნიც შესაბამისად ხელმისაწვდომი იქნება მათთვის. ეს არის უფასო წიგნები. ანუ ამას არ ვყიდით, ჩვეულებრივ დედას მივცემთ საჩუქრად, დაინტერესებულ სპეციალისტს მივცემ საჩუქრად, ვინც გამოიყენებს ამ წიგნებს. და რამოდენიც ვიცი არის ერთი პრობლემა, არც კი ვიცი როგორ თქვა, მაგრამ დაუნის სინდრომის გამოვლენა ხდება ძალიან ნაყოფის განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე და შესაბამისად ხშირია ორსულობის დროს ხდება გამოვლენა. ჩემ შემთხვევაში მაგალითად არ მოხდა გამოვლენა, მაგრამ რომ მოხდარიყო, მაინც დაიბადებოდა ჩემი შვილი და ხშირად შეწყვეტა ხდება და ამაში მედიცინის ბრალიც არის, ანუ ურჩევენ მშობელს. გვაქვს საქართველოში ასეთი შემთხვევები არის ცნობილი? არის შემთხვევები, კი სამწუხაროდ არის ესეთი შემთხვევები და ვურჩევ ყველა დედას და მომავალ დედას, რომ ეს არ გააკეთონ და ძალიან ბევრ სიხარულს და ბედნიერებას მოუტანთ მათ თავიანთი შვილები. თუ არის პრობლემები და რამდენადაც მოხდები არის პრობლემები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების, თქვა სასწავლო დაწესებულებებში მიყვანასთან დაკავშირებით. თუ არანაირი პრობლემა გვექნება თუ არა პრობლემა. ადრე იყო პრობლემა, ნამდვილად იყო პრობლემა, იმიტომ რომ სკოლებში ფაქტობრივად არ არსებობდა ინკლუზიური განათლება და რამდენიმე წელია სულ რაც დაიწყო ეს. თუმცა მხოლოდ სკოლაშია რამდენადაც მე ვიცი. ხო, რეალურად 10 სკოლა, მაგრამ ესეთი პროექტია ინკლუზიური განათლების, რომ ნებისმიერმა სკოლამ უნდა მიიღოს ეს ბავშვები, მაგრამ პირობები არ არის ყველა სკოლაში სამისად შექმნილი, ანუ ამას სპეცპედაგოგი ჭირდება, ადაპტირებული გარემო, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შედგენა, რაც უნდა იცოდეს პედაგოგმა და ამიტომ ეს 10 სკოლა არის გამორჩეული სკოლები, სადაც ეს იციან და არიან სპეციალისტები. თუმცა რეგიონებში პრაქტიკულად რეგიონებში ძალიან ცუდად არის მდგომარეობა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე ოჯახების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში მალავენ ოჯახებში და მე ყველა ოჯახს ურჩევ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დამალოთ. გამოკეტილი ბავშვი სახლში, რომელიც ნებისმიერი ბავშვი ხო, ვერ განვითარდება შესაბამისად და საზოგადოებაში არ იქნება ინტეგრირებული, ამიტომ ხელი უნდა შეუწყოს პირველ რიგში ოჯახმა. ეს არ არის სირცხვილი, მე ამაყება, რომ შვილის დედა ვარ და ხელს უწყობ მას, რომ ინტეგრირებული იყოს საზოგადოებაში. არსებობს თუ არა რაღაც სპეციალიზებული ცენტრები, სადაც შეიძლება მოიყვანონ ბავშვები, სადაც თქვა გაართობენ არიან პედაგოგები. აი სწორედ მაგ ცენტრზე ვამბობდი, ანუ ჩვენთან არის ეს ილიას უნივერსიტეტში არის საქართველოს სპორტის ასოციაცია, 0-დან 7 წლამდე ბავშვების ადრეული განვითარების პროგრამა, იქ 7 წლამდე ბავშვებს ეხმარებიან ოჯახებს, როგორ უნდა დედამ თქვა, როგორ უნდა ეთამაშოს მიზანმიმართულად, რომ რა გარკვეული უნარჩვევები ასწავლონ ამ ბავშვებს. ტრენერი მოდის კვირაში ერთხელ სახლში და კვირაში ერთხელ ჩვენ დაყავს საბავშვო ბაღების ტიპის არის და იქ თამაშობენ, უბრალოდ შემეცნებითი თამაშებია და ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად ვითარდებიან და ემზადებიან სასკოლო განვითარებისთვის, ანუ ამიტოა 7 წლამდე, რომ ამის მერე უკვე სკოლაში მიდის და პარალელურად ბაღშიც იწყებენ სიარულს. თუ არის ამ ტიპის თქვა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც გეხმარებათ? სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს შემთხვევაში, ან დაუნის სინდრომის შემთხვევაში არანაირი დახმარება არ არის, როგორც ასეთი. ჯანდაცვის სამინისტროს საერთოდ სიიდან აქვს ამოღებული დაუნის სინდრომი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობა და სტატუსაც არ ანიჭებენ 3 წლამდე და 3 წლის შემდეგ 6 თვიანი დაკვირვება მიმდინარეობს საბჭოს მხრიდან, რომ თქვათ ამ ბავშვს რაღაც ფსიქიკური აშლილობა თუ აქვს თუ არა, ადეკვატური ქცევები აქვს, მაგ შემთხვევაში აძლევენ სტატუსს. ანუ კარგიც არის რომ არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ რომ ეს არ არის დაავადება. არ არის, ნამდვილად არ არის და არ ჭირდება თქვათ ეს სტატუსი კიდე რაღაც ცუდად აღიქმება, ხო? მაგრამ სჭირდებათ რა, რომ ამათ სჭირდებათ სამედიცინო მეთვალყურეობა, განსაკუთრებული თქვათ ჩემი შვილი მაგალითად აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა, არ ქონდა გულის მანკი და არანაირი პათოლოგია თანდაყოლი, მაგრამ არის რაღაც რისკები პროცენტული და როდესაც თქვათ ესეთი ბავშვი ებადება, თან გულის მანკი აქვს, თან რაღაცა პათოლოგიები, აუცილებლად ჭირდება ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან არის ეს დაკავშირებული და სჭირდებათ ასევე ეტაპობრივად გამოკვლევა თქვათ სმენაზე, თვალზე, ფარისებრ ჯირკვალზე და რო რისკები აღმოიფხვრას, რომ დროულად მოხდეს თქვათ ჩარევა და ამ ყველაფერს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევა მაინც რაღაცა
განკუთრებული და ოჯახს გვერდზე დგომა. თორე რეალურად არიან ჩვეულებრივი ადამიანები ნამდვილად რა არაფრისგან და არავისგან განსხვავებულები. ძალიან დიდი მადლობა ლია, წარმატებას გისურვებთ თქვენ შვილს, ყველა თქვენი კლუბის წევრს, მოდი ეს ტემის გამოვიყვანოთ. კი, ჩვენ მშობელთა კლუბიც გვაქვს ესეთ ცალკე აქტიური მშობელთა კლუბი და ეხლა გიგმავთ ამ პროექტის პარკლებში ასევე ვორქშოპების გაკეთებას, რომ შევძლოთ ჩვენი შვილების უფლებების დაცვა. რეგიონებში ზიაროთ, რადგან რეგიონები მაინც მოკლებული არიან ინფორმაციით, ისაც თქვით უბრალოდ ბოდიშვიხტი, აი ამაზე ზენად ჟღერს რომ ადამიანები მალავენ უბრალოდ და თქვა. რა თქმა უნდა, მე მოუწოდებ ყველა ოჯახს რომ არ დამალონ ეს ბავშვები და გამოიყვანონ საზოგადოებაში და იქნებიან აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა ლია. როგორც გითხარით, დღეს მატრიცა შეზღუდული ფორმატით გადის დაახლოებით 3-4 წუთში, შეიძლება ესე ითქვას, საქართველოს პარლამენტში შედგება კენჭისყრა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით და ჩვენთვის გასაგებია, რომ დღეს მთავარი პოლიტიკური თემა, დღეს მთავარი პოლიტიკური მოვლენა ამჯერად ქუთაისში ვითარდება, შესაბამისად მე გემშვიდობებით ორშაბათ, არა, ხვალამდე, ხვალ პარასკევი, ხვალამდე, კარგად გრძანდებოდეთ.